მოგესალმებით. შეიძლება ითქვას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, რომ გუშინ ქართულ პოლიტიკურ რეალობაში სრულიად ახალი სურათი დაიხადა. და გაირკვა, რომ ხელისუფლებაში კოალიცია პრაქტიკულად აღარ არსებობს. მართალია ხა ცდილობები არის ქართულ ოცნებაში, ქართული ოცნების პოლიტიკური შემადგენლების, ასე ვთქვათ, მხრიდან რაიმენაირად მოხდეს გამართლება იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი თან კოალიციაში ერთად მეგობრობა და თან წინასაარჩევნო კამპანიის დროს კონკურენტულ მდგომარეობაში ყოფნა, მაგრამ ეს არაფრის მომტანი არ არის. ეს განუხორციელებელი რამ არის. ერთადერთი, ვის ინტერესშიც დღეს არის როგორმე აი ესეთი გაუგებარი პოლიტიკური რეალობა შეინარჩუნოს, ეს არის რესპუბლიკური პარტია, რომლის მადასაც როგორც ჩანს საზღვარი არ აქვს. მათ თან აღარ შეუძლიათ და ხედავენ რომ არავითარი რეალობა აღარ აქვს კოალიციაში დარჩენის. და ძალიან ასე ვთქვათ, მკაცრი პირობები დაუყენეს როგორც ჩანს ამასთან დაკავშირებით თავად კოალიციის შემქმნელმა და შემოქმედებმა, მაგრამ იმავდროულად ცდილობენ როგორმე შეინარჩუნონ მინისტრები. ეს სრულიად აბსურდული არაადეკვატური რეალობა არის. ხა პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ 35 წელიწადია პოლიტიკურ სივრცეში არსებობს და ასე ვთქვათ, უკვე რაღაც იუბილეებს აღნიშნავს 30-35 წელი, ეგეთი აბსურდი არ უნდა შეეშალოს და ეგეთი სისულელე საზოგადოებას უბრალოდ არ უნდა უთხრას, რომ ჩვენ ახლა ვიქნებით თან კოლეგები, თან კონკურენტები და ეს როგორ როკითხეს, აი ასე უგვიპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ. აი ასეზე უბრალოდ ქვეყანა არ იმართება. არც საზოგადოებისთვის არ არის საკმარისი ახსნა განმარტება აი ასე. იმიტომ რომ აი ასე არ გამოვა უბრალოდ. შეუძლებელია რესპუბლიკურმა პარტიამ უბრალოდ ჩაატაროს არჩევნები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ხო? ვერ ჩაატარებს. იმიტომ რომ მან დამოუკიდებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, მან მოსახლეობას უნდა თავი შესთავაზოს დღეს არსებული ხელისუფლების ალტერნატივად. წინააღმდეგ შემთხვევაში არავითარი საარჩევნო კამპანია არ გამოვა, ხო? დაირღვება ძირითადი პრინციპი არჩევითობის და არჩევნების, იმიტომ რომ მოსახლეობა და ამორჩეველი უბრალოდ დაიბნება, რას სითხოს მისგან რესპუბლიკური პარტია ვერავინ ვერ გაიგებს. თუ მან არ უთხრა, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის ცუდი და მე ვიქნები კარგი. მაგრამ თუ დღევანდელ ხელისუფლებაში რესპუბლიკური პარტია 3 მინისტრი ეყოლება, ის ბუნებრივია ვერც ერთ თავის ამორჩეველს ვერ ეტყვის, რომ ის ცუდია, მე კარგი ვარ, ამიტომ იმას კი არა, მე უნდა მომცეხმაო. და ეს იმას ნიშნავს, რომ რესპუბლიკური პარტია უბრალოდ არჩევნებს ვერ ჩაატარებს. ამიტომაც რესპუბლიკურმა პარტიამ ეს ძალიან კარგად იცის. უბრალოდ აი ხა ეს თვალთმაქცობა, რომელთან დაკავშირებითაც გუშინ და დღეს კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლები ხმამაღლა საუბრობენ, რომ ჩვენ აი ესეთ ფორმატში რაღაც ახალ ქართულ პოლიტიკურ რეალობას ვთავაზობთ საზოგადოებას, ჯერ არ ნახულს, ქართულს კი არა, სოფლიოში არ ნახულს თავაზობენ და განუხორციელებელ რეალობას თავაზობენ. ეს არის ჩემი საზრით ალბათ უფრო მცდელობა ერთგვარად გადააგორონ აი ეს პირველი ტალღა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რომ ქართული ოცნება კოალიცია დაიშალა და მაქსიმალურად ნაკლებად მტკივნეული რო იყოს ეს კოალიციის სუბიექტებისათვის ეს რეალობა ცდილობენ თითქოს და აი ესეთი გაუგებარი არაადეკვატური მაგრამ ნუ რაღაცა ესე თითქოს და რაღაც ახალი შემოთავაზების საფარქვეშ შეფუთონ აი ეს დაშლა. ეს დიდხანს არ გაგრძელდება, მერწმუნეთ მომავალ კვირაში და მომავალ კვირასაც ალბათ არც გაცდება, კოალიცია ქართული ოცნების და უმრავლესობის დაშლა გაფორმდება. ყოველ შემთხვევაში კოალიცია ქართული ოცნების უკვე დაშლა, გადაუვალი იქნება და რესპუბლიკელებიც ნამდვილად ვერ შეინარჩუნებენ ხელისუფლებაში მინისტრებს. უნდა გითხრათ, რომ მინისტრების, რესპუბლიკური მინისტრების ხელისუფლებაში დარჩენის თვალსაზრისით ძალზედ არა ერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს თავად ქართულ ოცნებაში. შეიძლება პრემიერს დღეს არ ეხატებოდეს გულზე ასე უეცრად რომ შემოეცალოს მთავრობა და დაეშალოს ხელისუფლება და მოუწიოს პარლამენტში დროზე ადრე მისვლა დობის გამოსაცხადებლად. მაგრამ მერწმუნეთ ქართულ ოცნებაში ძალიან ბევრია ისეთი პოლიტიკური ქორი, რომელიც თვლის რომ ესეთ აბსურდში ყოფნა სრულიად წარმოუდგენელია, როდესაც ოპოზიციაში, პრაქტიკულად ოპოზიციაში გადასულ რესპუბლიკელებს უნდა ყავდეთ პარლამენტის თავმჯდომარე, კომიტეტის თავმჯდომარეები და უფრო მეტი 3 მინისტრი. ეს რეალობა დიდხანს ვერ გაძლებს და შესაბამისად მე კიდევ ვამბობ და ასე ვარაუდობ ძალიან მაღალი ალბათობით რომ მომავალ კვირას ეს უკვე აღარ გადაცდება ესეთი აბსურდული სიტუაცია.
კი ბატონო, ეროვნულ ფორუმსაც ჰქონდა გარკვეულწილად, მოდით ესე ვთქვათ, დღეს კოალიციაში უკვე დაახლოებით 1 კვირა, ყველანი საზოგადოებისათვის ნათელ რეჟიმში ვაჭრობენ. ანუ როცა ყველამ გაიგო, რომ როგორ ვაჭრობენ უკვე კოალიციის კონკრეტული სუბიექტები. რას ვაჭრობენ და რისი გამოვაჭრება უნდათ, ეს სხვა საქმეა, მაგრამ პროცესი აღებმიცემობის ძალიან აქტიურად რო არის დაწყებული, ეს ფაქტია. რესპუბლიკელები გამოჩნდა რომ ვაჭრობდნენ იმაზე, რომ ჩვენ კოალიციიდან გავალთ, უმრავლესობიდან არ გავალთ და იმისათვის რომ უმრავლესობიდან არ გავალთ, დაგვიტოვეთ მინისტრები. ამ ეტაპზე ჯერჯერობით ამაზე შეთანხმდნენ, უბრალოდ როგორც გითხარით, ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. ქართულ ფორუმსაც, ეროვნულ ფორუმსაც ცოტა პრობლემა შეექმნა ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ თვითონვე განაცხადეს, რომ მაგერ რესპუბლიკელებმა და ქართულ მოძრაობამ დაგვასწრეს იმის თქმა, რის თქმასაც ჩვენ ვაპირებდითო. შესაბამისად, რომ აი კოალიციიდან გავალთ, მაგრამ უმრავლესობიდან არ გავალთ და ამისათვის რა. შესაბამისად დღეს ხვალ ალბათ გაირკვევა უკვე ქართული ეროვნული ფორუმისათვის ის საერთოდ უმრავლესობაში დარჩება თუ არა. ერთადერთი რაც გასარკვევი დარჩა ეს არის ხო? იმიტომ რომ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას ეს ფაქტია. აქედან გამომდინარე იგივე პროცესები გარდაულად მოხდება მრეწველებში, იგივე პროცესი მოხდება კონსერვატორებში, შესაბამისად ეს კოალიცია შეგვიძლია უკვე ჩავთვალოთ, რომ ქვეყანაში კოალიციის სახით აღარ არსებობს. ჯერჯერობით კბილებით ინარჩუნებენ და არ ვიცი რამდენ კვირას შეინარჩუნებენ, აი ამ უკვე რაღაცა ცალფეხზე მდგომ უმრავლესობას. იმიტომ რომ ყველას კარგად ესმის, რომ უმრავლესობის ჩამოშლა არ არის იოლის საქმე და უმრავლესობის, თქვათ, არარსებობა ნიშნავს ხელისუფლებისათვის, მთავრობისათვის უნდობლობის საკითხის გამოცხადებას. და პარლამენტში დადგება საკითხი და მოიწვევენ პარლამენტში მთავრობას იმისათვის, რომ მან თავისი ნდობის ხარისხი გაარკვიოს. და იქ თუ უმრავლესობა აღარ იქნა, მთავრობა ნდობას ვეღარ მიიღებს. თუ მთავრობა ნდობას ვეღარ მიიღებს, ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად უკვე ძალიან კოჭლი ლეგიტიმაციით იარსებებს. გამომდინარე იქიდან, რომ 6 თვე რჩება არჩევნებამდე, ვადამდელი არჩევნები კანონით აღარ დაინიშნება, მაგრამ და ეს მთავრობა ჩაატარებს არჩევნებს, მაგრამ მერწმუნეთ ეს არ იქნება იოლის საქმე. უზარმაზარ დარტყმას მიიღებს ისედაც რეიტინგული ძალიან მძიმე მდგომარეობის პირობებში მყოფი ქართული ოცნება, რომელიც პრაქტიკულად მთელი 4 წელიწადია დიდი ძალისხმევით ანგრევს საკუთარ იმიჯს, საკუთარ რეიტინგს და საზოგადოებაში მოლოდინებს მასთან მიმართებაში და არჩევნებამდე 6 თვით ადრე დაანახებს იმას, რომ პრაქტიკულად მას ხელისუფლების შენარჩუნების შნო და უნარიც აღარ აქვს და პრაქტიკულად დაეშლება უმრავლესობა და დადგება მთელი ბოლო 6 თვე არჩევნებამდე საუბარი იქნება, რომ ხელისუფლება, რომელიც ხელისუფლებაშია, არის არალეგიტიმური, რამდენად აქვს მას არჩევნების ჩატარების უფლება, არის თუ არა ეს ნორმალური, სამართლიანი, სახელმწიფოებრივად სწორი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ქართულ ოცნებას ისედაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფ მის რეიტინგს მინიმუმ გაუნახებებს. ბატონო გიორგი, ის თუ კოალიცია დაიშლება და შემავალი სუბიექტები ცალ-ცალკე მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებზე, ეს როგორ აისახება ზოგადად სხვა პარტიებზე და ანუ გარემო უფრო კონკურენტული არ გახდება სხვა შემთხვევაში? ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ის რომ ყველა პოლიტიკური ძალა დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ეს ქვეყნის დემოკრატიისათვის და საარჩევნო გარემოს კონკურენტობისათვის არის ძალიან კარგი და პოზიტიური, ერთმნიშვნელოვნად. უბრალოდ ახლა ჩვენ საუბრობთ იმაზე, აქედან ვინ როგორ დაზარალდება უპირველეს ყოვლისა იმ პოლიტიკურ კოალიციაში, რომელიც გუშინ დაიშალა. თორე ქვეყნისათვის ეს რა თქმა უნდა არის ძალიან სრულად ახალი ეტაპი დემოკრატიული განვითარების კუთხით. და ასეთი რეალობა საქართველოში ვერ ვიტყვით, რომ თლად მსგავსი არ დამდგარა. დაახლოებით ასეთი ვითარება შეიქმნა 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, როდესაც მოქალაქეთა კავშირი დაიშალა, პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა, იქ გამოეყო იქ ცალკე სააკაშვილის გუნდი, იქ ჟვანიას გუნდი. შესაბამისად, მოქალაქეთა კავშირი აღარ იყო უკვე ერთიანი საპარლამენტო უმრავლესობა და თემატური უმრავლესობების შეკრება გახდა საჭირო. სრული ქაოსი იყო ბოლო თვეებში პარლამენტში, საბოლოო ჯამში და მაგაზე ამბობდნენ ყოველთვის, რომ ხელისუფლება ქუჩაში გდიაო და ვის ექნება ამ ხელისუფლების
აღების შნო ამას ვნახავთო და მე ვნახეთ კიდევაც რევოლუციის შედეგად ვისაც ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში იმ ეტაპზე ჩვენმა ქვეყანამ აი ამ დემოკრატიული რეალობის სახელმწიფოებრივი ინტერესებით მიმართულებით გამოყენება ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ვერ მოახერხა. გადაიზარდა ეს ყველაფერი რევოლუციაში და ახალი ავტორიტარიზმი მივიღეთ. შესაბამისად იმედი მაქვს რომ დღეს ესეთი რამ არ მოხდება, იმიტომ რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არ გამოურიცხავს შესაძლებელია გარკვეულად ისევ ვნახოთ კოალიციები, ოღონდ ეს იქნება სტანდარტული დემოკრატიული კოალიციები, რომლებიც არჩევნების შემდეგ შეიქმნება და არა არჩევნებამდე. თუმცა გამოსარიცხი არ არის რომ გარკვეული კოალიციური ურთიერთობები ჩამოყალიბდეს არჩევნებამდეც. და დღეს ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც გამოეთიშნენ, ასე ვთქვათ, ქართული ჩაეხსნენ, უფრო ზუსტად რო ვთქვათ, ქართული ოცნების ლოკომოტივს, ხო? და ცარიელ ვაგონებად დარჩენ რელსებზე, რომელთაც მარტო არჩევნების ბარიერის გადალახვა პრაქტიკულად გამორიცხულია და მათთვის ეს შეუძლებელია, განუხორციელებელია, ბუნებრივია ისინი დაიწყებენ ძებნას გარკვეულწილად იმ პარტნიორების და იმ ძალების, რომელთაც შეუძლიათ მათი ბარიერის გადალახვის უზრუნველყოფა. აი რესპუბლიკური პარტიისათვის ხა პოლიტიკური ლოგიკა გვარნახობს იდეოლოგიურად და მსოფლმხედველობრივად ყველანაირი მიზიდულობის ძალა ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობას აქვს. და როგორაც არ უნდა ხამცდელობა იყოს ერთი თუ მეორე პოლიტიკური ძალიდან ერთმანეთთან დისტანცირების თვალსაჩინო, თუმცა ეს არც თუ ისე მძლავრად ხდება. არ გამოურიცხავ რომ რესპუბლიკური პარტია სწორედ ახალ ლოკომოტივს ნაციონალურ მოძრაობას ჩაება და მისი იმედით სადოს უკვე მეორეჯერ პარლამენტში შესვლა. ეს ერთხელ უკვე ჩვენ ვნახეთ 2004-ში. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, კოალიციების ჩამოყალიბება არ არის გამორიცხული არც მანამდე, თუმცა ეს უფრო ალბათ იქნება რაღაც გამსხვილების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ყველაზე დიდი პრობლემა იდეაში 2011 წელს იყო ის, რომ სრულიად განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგიის პარტიები გააერთიანა ბიძინა ივანიშვილმა. გააერთიანა კონსერვატიული იდეოლოგიის და ლიბერალური იდეოლოგიის პარტიები, არის დაფიქრებულა იმაზე, რომ ესეთი პოლიტიკური ძალები ერთად პრაქტიკულად ვერაფერს ვერ შეძლებენ და საერთო საკითხზე ვერ შეჯერდებიან სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ამოსავალი წერტილი მაშინ სხვა იყო, მთავარი მიზანი სხვა იყო, იქ აღარ ქონდა იქ საუბარი და მნიშვნელობა იმას, როგორ იდეოლოგიურ განსხვავებულ პარტიებს აერთიანებდნენ. გასაგებია, რომ მიზანი იყო ამ შემთხვევაში ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანება და ძალის დემონსტრირება სააკაშვილის წინააღმდეგ და ამან ეს წარმატებულადაც განახორციელა ეს პროცესი. მაგრამ დღეს უკვე ბუნებრივია ასეთი რამ ნაკლებად მოხდება, რომ არა ასე ვთქვათ განსხვავებული იდეოლოგიის პოლიტიკური ძალები ნაკლებად დაიწყებენ ერთმანეთის ძებნას. იმიტომ რომ ყველამ ნახა და ყველამ თავის ზუგზე განიცადა, განსაკუთრებით ქართული ოცნების შემადგენელმა პარტიებმა, თუ როგორი აუტანლობის რეჟიმი დგება შემდეგ ისეთ კოალიციაში, სადაც იდეურად ერთმანეთს არ ემთხვევიან პოლიტიკური ძალები. ამიტომაც რესპუბლიკური პარტიისათვის იდეოლოგიური თანხმედრა უპირველეს ყოვლისა არის ნაციონალური მოძრაობა, სხვებზე ვერ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში ეს დიდი ხანია გამოკვეთილია და ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები პრაქტიკულად მოხსნილია. ერთი ძალიან პოზიტიური მოვლენა, რომელიც სდევს თან გარკვეულწილად აი ამ დაშლას არის ის, რომ აბსოლუტურად რეალური ხდება ჩვენს ქვეყანაში, რომ საარჩევნო სისტემა, სამხარეო პროპორციული სისტემა ვიხილოთ საკონსტიტუციო ცვლილებების მეშვეობით, ვიხილოთ 2016 წელსვე. და რატო? მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ იმ ხუთი სუბიექტიდან, რომელიც ქართულ კოალიციაში, ქართული ოცნების კოალიციაში იყო, 5-ვე მიიღებს დამოუკიდებლად მონაწილეობას, უკვე ირკვევა, რომ 4 მათგანს, ანუ რესპუბლიკელებს, მრეწველებს, ფორუმს და კონსერვატორებს არანაირად ხელს აღარ აძლევთ ის, რაც ერთი კვირის წინ მათ აწყობდათ მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება. თუ ხელისუფლებაში არ ხარ და ხელისუფლების რესურსით მაჟორიტარების მოგებას არაპირებ და ამის იმედი აღარ გაქვს, აღარ გაწყობს ელემენტარულად მაჟორიტარული სისტემის არსებობა ამ ქვეყანაში. მე უწევ გახსენდება ის, რასაც ეგენი საუბრობდნენ ჩვენი კოლეგები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, რომ ეს არის არასამართლიანი სისტემა და მხოლოდ ხელისუფლებისათვის დაბალ რეიტინგიანი ხელისუფლებისათვის ხელისუფლების შენარჩუნების წინაპირობაა.
უკვე დღეს იქნება ის რეალობა, გამომდინარე იქიდან რომ ამ პარტიებმა იციან რომ მათ დამოუკიდებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ისინი ბუნებრივად ხდებიან უკვე მომხრეები, უნდა გახდნენ ყოველ შემთხვევაში, თუ იქ საღი აზრი არსებობს, გახდნენ მომხრეები იმისა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს, სამხარეო პროპორციულ სისტემაზე გადავიდეს ქვეყანა 2016 წელსვე. ანუ საგაზაფხულო სესიაზე ორჯერ ეყაროს კენჭი ამ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც აგერ 200,000 ხელმოწერით პარლამენტში დევს კიდევაც. და შემდეგ დაინიშნოს რიგგარეშე სხდომა უკვე საგაზაფხულო სესიის დასრულებისთანავე და იმ სხდომაზე მესამე კენჭისყრით ეყაროს კენჭი, მესამე მოსმენით ეყაროს კენჭი უკვე ამ საკონსტიტუციო ცვლილებას და პრაქტიკულად 4 თვით ადრე ჩვენ მოვახერხოთ ამ სისტემის ცვლილების განხორციელება, რომელიც იმპლემენტაციისათვის და დასანერგად უკვე რეალობაში გაცილებით უფრო მარტივი და ადვილი რამ არის, ვიდრე თუნდაც დღევანდელი სისტემა, რომელიც საკმაოდ გართულებულია. აქედან გამომდინარე, ეს რეალობა შეიძლება ჩვენ ვიხილოთ, რაც ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური მოვლენა იქნება. თუ ეს მოხდება, ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ქვეყანას გავათავისუფლებთ აი იმ 20 წლიანი სენისგან, რომელიც თავის დროზე მოქალაქეთა კავშირის დროს იქნა დამკვიდრებული 95-ში და რომელიც დღემდე მუდმივად არჩევნების მიმართ უნდობლობის წინაპირობა ხდება საზოგადოებაში. იმიტომ რომ ყველას გვესმის ხო, როდესაც ადამიანები უმრავლესობა მიდის არჩევნებზე და ხმას აძლევს და მისი ხმის მიცემის მიუხედავად სულაც სხვა რეალობა დგება, საზოგადოება კარგავს ელემენტარულად ნდობას არსებული სისტემის მიმართ. აი როგორც მაგალითად თბილისის არჩევნებზე 2014-ში მოხდა. ქართულმა ოცნებამ აიღო მხოლოდ 44%, 56-მა მისულმა ამორჩეველმა პროცენტმა სულაც სხვა პარტიებს მიცა ხმა, ანუ ქართულ ოცნებას არ მისცა ხმა და რა მოხდა? ქართული ოცნება მაინც 75% დეპუტატების ფლობელია თბილისის საკრებულოში. რატო? იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ 44% აქვს მხოლოდ და მხოლოდ ნდობა საზოგადოებისა ქვეყანაში 25-დან 24 მაჟორიტარი თავის ყულაბაში ჩაალაგა და მიიღო უმრავლესობა. არის ეს არასამართლიანობა, როდესაც ნაკლები მხარდაჭერა გაქვს და იმდენი ადამიანი გიჭერს მხარს, რომ შენ უმრავლესობა ვერ უნდა ჩამოაყალიბო მარტომ, ყველა შემთხვევაში კოალიცია გჭირდება სხვა პარტიებთან, მაგრამ მიუხედავად ამისა მაჟორიტარული სისტემა გაძლევს საშუალებას 75% დეპუტატებისა აკონტროლო. მაგის იმედი დღეს ერთადერთ აქვს ისევ და ისევ ხელისუფლებას, ქართულ ოცნებას. ცოტა ხნის წინ ასევე ხელისუფლებაში დარჩენა უნდათ იმ 4 პოლიტიკურ სუბიექტსაც, რომელიც დღეს უკვე ამ მექანიზმით ვეღარ ხედავს თავის თავს, ასე ვთქვათ, ბევრი მანდატით პარლამენტში. ამიტომ ისინი ბუნებრივია ლოგიკურადაც უნდა აღმოჩნდნენ უკვე სწორედ იმ პოზიციაზე, რაზეც მთელი დანარჩენი ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი არის. სასწრაფოდ შევცვალოთ საარჩევნო სისტემა და გადავიდეთ სამხარეო პროპორციულ სისტემაზე. და რამდენ პროცენტსაც მიიღებს ესა თუ ის პოლიტიკური პარტია მხარდაჭერა საზოგადოებისგან, ზუსტად იმდენი პროცენტის მანდატი მიიღოს მან პარლამენტში. ეს არის ძალიან მარტივი სამართლიანი პრინციპი. სრულიად აი მასწორედ მაგას ვამბობ, რომ ძალიან მარტივია და ძალიან იოლად მოხდება ეს ყოველგვარი სირთულის გარეშე, რადგან როგორც გითხარით, ტექნიკურად ეს განხორციელებადია, 2 სესია ჭირდება იმას, რომ კენჭი ეყაროს საკონსტიტუციო ცვლილებას, შესაბამისად საგაზაფხულო სესიაზე ორჯერ უნდა ეყაროს, მაისში და ივნისში და ივლისში დაინიშნოს რიგგარეშე სხდომა, რომელიც უკვე შემდეგ სესიას მიეკუთვნება და კონსტიტუციაში აისახება სამხარეო პროპორციული სისტემა და 4 თვე სრულიად საკმარისი იქნება იმისათვის, რომ საარჩევნო სისტემაში ჩართული დაახლოებით 40,000 ადამიანი ამ თემაში გაერკვეს. მით უმეტეს, რომ კიდევ ამბობ, ეს ძალიან მარტივია, ძალიან იოლი დასათვლელიც არის, ძალიან იოლი არის ამორჩევლისთვისაც, 2 ბიულეტენში შემოხაზოს მისთვის მისაღები პოლიტიკური ძალა, როგორც სამხარეო პროპორციულ ბიულეტენში, ისე პროპორციულ ბიულეტენში. შესაბამისად ყველასთვის გამარტივდება სიტუაცია და უნდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო ჩვენ ყოველთვის რეკომენდაციას
გვიგეთებს რომ იქნებ ერთი წლით ადრე შეცვალოთ საარჩევნო კოდექსში თუ სისტემაში არსებული საკითხები და კარგი იქნებოდა ქართულ ოცნებას შარშან კი არა შარშანწივე საუბრებოდი ჯერ კიდევ ამ თემაზე და 3 წლის წინაც ვესაუბრებოდით ამ თემაზე მაგრამ მიიყვანეს ბოლომდე ხო სანამ თვითონ არ დაიშალნენ აგერ შესაბამისად მაგრამ ჩვენს ქვეყანაში პრაქტიკა ეგეთია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს ჩვენ ვახორციელებთ მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებამდე 2-3 საუკეთესო შემთხვევაში 4 თვით ადრე აქამდე სხვა პრაქტიკა საქართველოში არ არსებობს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა საარჩევნო სისტემაში 1 წლით ადრე შეეტანა ცვლილებები იმიტომ რომ ამის პოლიტიკური ნება 1 წლით ადრე არ არის ხოლმე და აი როდესაც არჩევნები აგერ უკვე კარზეა მომდგარი მაშინ ხდება ხოლმე გარკვეული ცვლილებები ასე რომ მე რატო ვამბობ ამას რომ არაფერი ახალი არ მოხდება თუ ჩვენ 4 თვით ადრე შევცვლით ამ შემთხვევაში სისტემას და ოღონდ აქვე უნდა აღვნიშნო რომ ეს გაცილებით უფრო მარტივად ასათვისებელი იქნება ყველა ადამიანისათვის ვინც ადმინისტრაციული მმართველობით იქნება ჩართული კომისიის წევრები იქნებიან ეს თუ წარმომადგენლები უბნებზე და გაცილებით იოლი იქნება ამ შემთხვევაში მოსახლეობისთვისაც რომელიც ძალიან მარტივად გააკეთებს არჩევანს და არ დახვდება იქ ჯიხურში შესულებს შპალიერები ჩამონათვალებით იმის იქა ასობით მაჟორიტარის და პარტიების ძალიან მარტივად მოხდება ეს გაცილებით უფრო ხო ჩვენ პარლამენტში მოხვედრის შემდეგ ჩვენ ძალიან სერიოზული საარჩევნო კამპანიის ჩატარებას გეგმავთ და უახლოეს პერიოდში ეს გაჟღერდება ის თემები, რომლითაც დემოკრატიული მოძრაობა გააკეთებს განაცხადს პარლამენტში მოსასვლელად. ანუ ის თემები, რომელსაც შევთავაზებთ საზოგადოებას, ეს იქნება რამდენიმე მიმართულებით ძალიან ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით, ჯერ უბრალოდ ნებამომეცით არ გავაჟღერო ყველა მათგანი და არა, ძირითადად ისეთი საკითხებია, რომელიც ძალიან ისეთი გლობალური ცვლილებების და მასშტაბური ცვლილებების განხორციელებას შეეხება და პრაქტიკულად მისი გაჟღერებაც გარკვეულწილად საარჩევნო კამპანიის დაწყების გაჟღერებაც იქნება. ამიტომ მე რო წინასწარ გავაჟღერო, გამოვარო საარჩევნო კამპანია აქ უნდა დავიწყოთ და ეს უნდა მოხდეს ძალიან ესეთ კონკრეტულ სიტუაციაში, საარჩევნო კამპანიის დაწყების უკვე რეჟიმის გამოცხადებით, როდესაც მობილიზებული იქნება მთელი პოლიტიკური ძალა, ყველა რაიონული ორგანიზაცია, ყველა წარმომადგენლობა ქვეყანაში, ყველა თავმჯდომარე, ყველა ლიდერი და აბსოლუტურად ერთიანი გრაფიკი და ერთიანი გეგმით უნდა შეუდგეთ ამ პროცესს. ძალიან სერიოზული თემები იქნება გაჟღერებული და ეს იქნება ამ შემთხვევაში საზოგადოებისათვის გზავნილი რომ ვისაც აქვს სურვილი აი ეგეთი გეგმის განხორციელებას, აი ესეთი ხედვის, ქვეყნის განვითარების, აი ასეთი ფორმების შემოღებას და ქვეყნის განვითარების აი ესეთი სტანდარტების დამკვიდრებას დაუჭიროს მხარი, ის იქნება ამ შემთხვევაში მისი თქვათ წარგზავნილები იქნებიან დემოკრატიული მოძრაობის წევრები პარლამენტში. და მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ძალიან სერიოზული განაცხადით, ძალიან სერიოზულ შედეგს მივაღწევთ. ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე რომ ოპოზიციურად ძლიერი პოლიტიკური ფლანგი უნდა ჩამოვაყალიბოთ პარლამენტში. ჩვენ რეალურ განაცხადს გავაკეთებთ იმისათვის რომ მოვიდეთ ხელისუფლებაში და გათვლაც სწორედ ამაზეა. იმიტომ რომ რაც უფრო დიდ ხანს არ მოვა დემოკრატიული მოძრაობა ხელისუფლებაში, მით უფრო დიდი ნაბიჯებით დავუშორდებით ჩვენ ქვეყნის რეალურ განვითარებას და რეალური განვითარების პერსპექტივას. ეს შეიძლება ძალიან ამბიციური განაცხადია, მაგრამ მერწმუნე ძალიან სერიოზული საფუძვლები აქვს მას.